მიხეილ სანიკიძე. აპლოდისმენტები. სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი აქ ბატონიკობაც ტექნიკური განათლების ძანდება ქუთაის გპი აქვს დამთავრებული მეც იმან რო არ მოგჭრას თავი არ შეიძლება რა უნდა და თეატრალურში აგერვა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და განათლება თქვენ თვითონ ივარაუდეთ. ანუ ეს ხედავ სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგო. ხო რა მე რო სტუდენტი ვიყავ ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინ რო ვიტყოდი კერდოს რო შეგითხებოდი გებეში სწავლობდები მამაშენია ვასე იცოდნენ. სმენია ეგეთი ხუმრობა იყო. კი, სმენია. მე ვითომ ისა. ამ დროს ყველაზე მაგარი იყო გებე. რატო აბედინებ? ყოველთვის ყველაზე მაგარი ინსტიტუტი იყო გებე. კი. და განსაკუთრებით ქუთაისის გებე. შენ ხო ქუთაისის გებე დამთავრდა? კი ბატონო. მეც. და ამანაც. არა ერთხელ, უბრალოდ ერთხელ კი მეორედ აღარ. კარგი. წყალტუბოში მოგზაურობა უნდა. და ნუ შესაბამისად იმედია რომ ხუმრობებიც გვაქვს ისეთი რომ ამისთვის მაინც გვეყოფა ის ფული რომ წყალტუბო მაინც ვნახოთ შევეცდებით. თუ მართლა გულით და სულით გინდა წყალტუბოში მოგზაურობა მე ვიცნობ რომ ახლო წყალტუბოს ელს და შეკვედი. რავი წარმატებები მინდა გისურვოთ. წარმატებები შესაბამისად რომ ნატრის თვალი რომ მქონდა აქ არ მოვიდოდიო. ძალიან სწორი. ანუ აქ ნატრის თვალის მოსაგებად არის მოსული თუ ფულის ვერ გავიგე. არა კაცო, არა. დავიწყოთ. 3 2 1 რობიკ უხიანიძემ თავის კონცერტზე შემოსული თანხა ღარიბებს გადაურიცხა. ასე მარტივად იშოვა რობიკ უხიანიძის ბენდმა გიტარა, დრამი და ორი თეფში. ძალიან შიშარა კაცი დათვრა, კორპუსი წინ დადგა და მეზობლებზე სულც ფიქრობდა. თუ გული გულობს, ხადა ორი ხელით იჭმებაო. გული კი გულობდა, მაგრამ პატარა ნიკუშას ხადას მაინც ვერ ჭამდა. სოფელ კვალიჩი გეოგრაფიის მასწავლებელმა რუკაზე გერმანია აღმოაჩინა. სიკვდილს გადარჩენილმა ვეგეტარიანებმა ცხვარი შეკრიჭა. მაგარი აღმოაჩინა. აუ ის მაგარი სულ სიკვდილს გადარჩენილმა ვეგეტარიანებმა ცხვარი შეკრიჭა, ხო? დიახ. ეგეც კარგი იყო. აი და შიფშილიც განსიკვდილს გადარჩენილმა. 50 ლარი შენია. კარგია. ვაგრძელებთ ამას. მოემზადოთ. 3 2 1 უგულო კაცს ინფარქტის დროს თირკმელმა დაარტყა. ბავშვები, რომლებიც სახლში მარტო ხშირად რჩებიან, გერმანულ ენას სწრაფ-სწრაფად ითვისებენ. კორეელებმა ადამიანის კლონირება მოახდინეს. მათი განცხადებით თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შემდეგ ძაღლების კლონირებასაც დაიწყებენ. სტიუარდესა, რომელიც ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან მტკვარში გადახტა, მუნით გარდაიცვალა. ძალიან შეშინებულმა სირაქლემმა მთხუნელა მოკლა. მუნით გარდაიცვალა. როგორი სამწუხარო რეალობაა. არა და კი მართალია. აი 100 ლარი. სულაც არ იყო ასეთ სასაცილო. სატირალია. ჩვენი გაჭირობა მიტიროთ ეს ჩვენი გასაჭირია, ჩვენი მდინარეა. არა მოგრატულად თბილისის მონაკვეთია. გულში მარტო დაჩენილმა 100 ლარი თქვენია, მომილოცავს წინ 200 ლარია. ვაგრძელებთ. სახში რომ ვიდიხარ, გამიღე მამიკო კარებიდო. დასის მას? გავაგრძელოთ? ხო. დიახაც 3 2 1 ღარიბი დირიჟორი საჩვენებელ თითზე ფრჩხილს არ იჭრის. საუკეთესო საშუალება ხალხში პანიკის გამოსაწვევად არის საჩვენებად იწევა. რა ცუდია წარმოიდგინე. ვახ რა ცუდი იყო. 200 ლარი თქვენი ერთი სიტყვით. მე მინდა დირიჟორობა. 400-ია წინ. მინდა დირიჟორობა, მაგრამ გუშინ ჩამყვა მანქანაში. გუშინ ჩაკვა და აღარ გაქვს საერთოდ. რა ვიცი. არა უშო შეგიხორციდება ყობა. ვაგრძელებთ. დიახ. აბა 3 2 1 საუკეთესო საშუალება ხალხში პანიკის გამოსაწვევად არის უთხრამად შეინარჩუნონ სიმშვიდე. რადიო არ დაიდარდოს პროდიუსერის ბებია მას 2 წელი და 7 დღე იცოცხლა. ძალიან მონდომებულმა სტიუარდესამ ასევე მგზავრს აჭამა ჩაიც დალევინა და თვითმფრინავის თვითონ დასვა. ბავშვს, რომელმაც ვეფხის ტყავსანი თავიდან ბოლომდე წაიკითხა, დღემდე უმალავე რომ გამეორება ცოდნის დედაა. კონსტანტინე არსაკიძე დაბადების დღეებზე ყოველთვის ხელცარიელი დადიოდა. დაქალი დაქალს. ისევ და ისევ ყობა. არსაკიძეზე გაგვეცინა. 400 ლარი გვაქვს, წინ 1000 ლარია. აბა. არც ფიქრობ ისე, პირდაპირ. აფეთი 10 წამენსაფი. შემართება გვაქვს. კარგია, მოემზადოთ. 3
2 და 1. უიღბლო არქეოლოგმა თამარ მეფის დეიდის საფლავს მიაგნო. ხაშურის ავტოსადგომიდან ავტომანქანა გაიტაცეს, გამოძიება ჯერ ავტოსადგომს იპოვის და მერე მანქანას. გიორგი, რომელიც მთელი მისი ცხოვრება იმისთვის მუშაობდა, რომ მანქანა იყიდა, მანქანა მაინც ვერ იყიდა, ოხეს მე-17 საუკუნე. ქართველმა მორაგვე მამუკა გორგოძე მეზობლის ლოყაზე კოღო შენიშნა და მოკლა, კოღო კი გაფრინდა. ვენეციაში მცხოვრების ირაკლინმა პირველივე შეშინებაზე დაიხრჩო. გიორგი მარგველაშვილმა პუტინს უთხრა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო და პუტინმა ისიც გადაუწია. მატრიოშკების ქარხნის დირექტორი საგადასახადოს დირექტორის მოადგილეში დაემალა. გათხოვდა 75 წლის ქალბატონი, ფატას და ძუძუებს ბავშვები მოათრევდნენ. უნდა წარმოვიდგინო რა ცუდია. არა, კარგი იყო გილოცავ 1000 ლარი შენია. მე გიორგიზე ხუმრობა მომეწონა ყველაზე მეტად, რომ მე-17 საუკუნე იყო. არა მე მანქანა ვერ იყიდა. ეგეც გაიგო. ყველა არა, იყო ძალიან კარგი ბევრი ხუმრობები ისეთი იყო. აქ ყველა ხდება გაიგო, მე თუ მკითხავდა. ისიც გაიგო. თამარ მეფის დეიდან ახლა. და როიპოვა ეგეც წარმაგარი. კარგია. გავაღოთ სეიფი და გადავცეთ 5,000 ლარი.